დღეს ერთ-ერთი მორიგი გადახედვა იყო პატიმრობის სამწუხაროდ სრულ ფიქციად იქცა და შეურაცხყოფელიც არის ამ პროცესში მონაწილეობა. ჯობია საერთოდ სასამართლო ითქვას, რომ ფორმალურადაც ამ პროცესს არ განვახორციელებ, იმიტომ რომ იმ მასშტაბის ფორმალურობაა და მე თუ მკითხავთ სამართლებრივად დაცინვა ყველაზე კარგად მზია ამაღლობელმა უთხრა სასამართლოს მე არ ვითხოვ გულმოწყალებას მოიქეცით ისე როგორც სამართალი და სინდისი გიკარნახებთო სამწუხაროდ მხოლოდ სინდისის იმედზე რომ ვერ ვართ ჩვენს მართლმსაჯულებაში ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, რაიმე ხა განსაკუთრებული მოხდა და არ ველოდებოდით რომ ვერ გეტყვით, მაგრამ ყველა ჯერზე მაინც მაქვს ხოლმე რაღაც პროფესიული მოლოდინი, რომ აი სადღაც ადამიანი ამას უკვე ვეღარ იზავს. აი ამას ვეღარ დაძლევს თავის თავში და ასეთ უკანონობაზე ვეღარ წავა, მაგრამ ყველა ჯერზე იმედრაცრუებული ვარ, რასაკვირველია, ამიტომ სასამართლო მოიქცა ისე, როგორც იქცევა ყველა სასამართლო ამ ქვეყანაში და დატოვებულია ისე პატიმრობაში არა წვეობაში, ეს არის წვე, აი მე გამახსენდა ანაბეშიძეს ყავდა და არაფრის ძალით არ უშვებდა, მას შემდეგაც სტრასბურგმა რომ მიიღო გადაწყვეტილება, აი ასეთი წვე არის მზია ამაღლობელი და ყველაზე საინტერესო მოსამართლემ თქვა, რომ ამ კატეგორიის, ამ ბრალდების საქმეებზე პატიმრობას ვიყენებთ, ჯერ ეს არის სამართლებრივად უდიდესი შეცდომა, იმიტომ რომ კანონი, ანუ აღკვეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა დანაშაულს, რა კატეგორიის დანაშაულია და სხვა ასე ვიყენებთო და აი შემდეგ პროცესზე მე მოვუტან მოსამართლესაც და პროკურორებს ასევე ბათუმის საქმეა იმავე კვალიფიკაციით სადაც ბრალდებული ჯირაოთ იყავთ გაშვებული და თავად პროკურორმა იშვა ამ დრომდე დიახ ხედველობასთან დაკავშირებითაც მინდა გითხრათ ეს არ არის ახალი ამბავი ვისაც აინტერესებს და უნდა რომ იცოდეს ეს მასალები არის საქმეში პირველი დღიდან ზიას ხედველობასთან დაკავშირებით აქვს უსერიოზულესი პრობლემა ქონდა დაკავებამდეც და დაკავების მერე მისი ხედველობა გაუარესდა კიდევ უფრო და არაერთი კვლევა დევს საქმეში უბრალოდ თუ არ გაინტერესებს არ წაიკითხავ და ამიტომ მივაქცევინე ყურადღება სასამართლოს, მაგრამ ამის ფონზე მე ადრე და პატიმრობა მაინც ამ ყველაფრის გათვალისწინებით ყველაფრის ყოველგვარი მსჯელობის გარეშე და არ მინდა შევაფასო იმდენად მძიმე სამართლებრივად და ადამიანურად და მორალურად და მოსამართლისთვის მძიმე გადაწყვეტილება გამოაცხადა პროფესიულად არ მინდა ცუდი სიტყვები ვიხმარო, მაგრამ ზიას მხედველობას რაც შეეხება მას ერთ თვალზე ჰქონდა კერატონუსი, თვალის ესეთი დაავადება, რომელიც ის დროებით დაჭერილი იყო სპეციალური სამედიცინო ჩარევით თვალის ბადურა. ეს პროცესი მეორე თვალზეც არის ეხლა და აი ბოლო კვლევით თვალზე რაც აქვს მას ჩატარებული ანუ ერთ თვალში სადღაც 10%-ია სულ მხედველობა და მეორე თვალში 0.0 და 0.4%-ია მხედველობა, ანუ პრაქტიკულად ვთქვათ ერთ თვალს თუ მანამდე 30% ქონდა და წერია რომ შანსი ქონდა სათვალით გაზრდილიყო მისი მხედველობა 90%-მდე იმ თვალში ეხლა იმ თვალში დაკლებულია და სათვალით შანსი აქვს ერთ თვალში გაზარდოს 40%-მდე, მაგრამ მეორე თვალი ძალიან მძიმეა 0.04%-ია, როგორც ვიხარით. ეს რაც წერია მის, ასე ვთქვათ, კვლევებში. და მათ შორის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში და ვივამედში ყოფნის პერიოდში და მათ შორის ეს უწერიათ რომ პროცესი უკვე ორივე თვალზეა, ეს უწერია სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ საექსპერტო კომისიას. თავარია წაიკითხო და გაიგო. მადლობა.